ბაჰარი. Aysun xanim. დიდი მადლობა. თქვენ რომ არა, ვინ იცის რას გააკეთებდა? რას ამბობ? უკვე ყველაფერი დამთავრდა. ის აღარ შეგაწუხებს. ამაზე აღარ იფიქრო. ჰაზან, ძვირფასო. ორხანი რა ბალზე ლაპარაკობდა. ფული გჭირდებოდათ. არა. თარიქმა განქორწინების სანაცვლოდ 500,000 მოითხოვა. რა? თქვენ რა ერთმანეთს დაშორდით? რას ამბობ? ახლა ხანს არ დაქორწინდით? განქორწინება რამ გადაგაწყვეტინათ? 500,000 საკმაოდ დიდი თანხაა. რა სირცხვილია, ჰაჯერ? რა სირცხვილია, რას ამბობ? შენ რა მხოლოდ ფულზე ფიქრობ? არა, ქალბატონო, არა. უბრალოდ ეს დიდი ფულია. დიდი ფული. მინდოდა მეთქვა, რომ შოკში ვარ. ვერც გიხვდები, რას ვლაპარაკობ, თქვენ ხომ სიყვარულით დაქორწინდით? რატომ დაშორდით? ასე მოხდა. ორივესთვის ასე ეჯობებს. მიზეზი რა იყო, მითხარი. წავალ და იმ საზისხარ ჭკუას ვაგზავნე. მიზეზი არ არსებობს, ასე მოხდა. ჰაჯერ, თუ გაინტერესებს, წადი და შეშველს გითხრე. ჰაზანმა უკვე ყველაფერი გითხრა. საბრალო გოგო შენი შვილის გამო ამ ხელავალში გაეხვია. შენი შეკითხვებით მაინც ნუ შეაწუხებ. შვილო, თავის დროზე გეთქვა, რომ იმ იდიოტმა ფული მოგთხოვა. მოვკლავდი. ვალსაც აღარ აიღებდი. ძვირფასო. ჰაჯერ, მას ამაზე საუბარი არ სურს. თანაც აქ სულ სხვა რამეს გამოვართ. კაბის ასარჩევად. გავაგრძელოთ. ხაზან შეხედე. აი ეს ძალიან მომწონს. თუ ლეილა ზუსტად ასეთის შეკერვას შეძლებს, კარგად გადაგიხდით. ქორწილის მერე აქ ელიტარული საზოგადოების რიგი დადგება. დიახ, აისუნ ხანიმ, თავარია თქვენ მოგეწონოთ, ჩვენ შევგერავთ. კარგი, შევთანხმდით. მზადება დაიწყეთ. სომების აღებას რაც შეეხება, მერე დაგიკავშირდებით. კარგი, აისუნ ხანიმ. კარგი, გმადლობთ. წარმატებას გისურვებთ. გმადლობთ, ნახვამდის. ნახვამდის. რაუფ ბეიდან ბედა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც შეიძლება. დახმარება ვთხოვოთ. მაგრამ რაუფ ბეი ვერ მიტანს. შესაძლოა დახმარებაზე უარი თქვას, რადგან ფიქრობს, რომ აისუნის მხარეს ვარ. დაიჯერებს, თუ შეხვედრაზე ერთად წავალთ. დაინახავს, რომ გენდობი. დარწმუნდება, რომ ერთად ვიბრძვით აისუნის წინააღმდეგ. მართალი ხარ. ცდად ღირს. რაუფ ბეის ისეთი რამის მოყოლა შეუძლია, რაც ჩვენ არ ვიცით. ან სწორი გზისკენ მიგვითითოს. იდეა მოგვაწოდოს. ბოლოს და ბოლოს მამასაც იცნობდა და აისუნსაც. მართალია. რადგან ასეა რაუფ ბეის შევხვდეთ. ახლა კი დროა ბრძოლის ველს დავუბრუნდეთ. ბაჰარ. თანახმა ხარ? თუ ასია ვილაში ჯერ შენ მიდი. მერე მე მოვალ, რომ არავინ იეჭვოს. კარგი? მართალი ხარ. ყურადღებას ნუ მივიქცევთ. დემირ. ეს რთულია. ძალიან რთულია. ვიცი.
მაგრამ ყოველ ჯერზე როცა გაგიჭირდება წარმოიდგინე რომ გულში გიკრავ ეს ძალას შეგმატებს ცოტაც მოითმინე გთხოვ ცოტაც სანამ დამიწყებია წინასწარ უნდა მოვიხსნა, მაგრამ როცა დრო მოვა, გავიკეთებ და არასდროს მოვიხსნი. ამ დღეს მოუთმელად ველოდები. Zaslis droga. Tkilad iqavi. ჩემს დას თქვენზე სიმართლე უთქვამს გონულხანიმ. არ გატყუებთ დანახვისთანავე მოეწონეთ. გმადლობთ აინურხანიმ. ფამუქანიმი მეც ძალიან შემიყვარდა. არ მოგატყუებთ. მეც მაშინვე მომეწონეთ. თანაც ჩვენს ბაჰარს ისე უვლით. მასზე ისე ზრუნავთ, გულს უხარია. ბაჰარი ჩვენი განძია. აინურხანიმ. არ ვიცი როგორ აგიხსნათ, მაგრამ ბაჰარი ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ის ძალიან მიყვარს. შეიძლება ითქვას, რომ მას შვილივით ვეპყრობი. საბრალო როგორ დაიტანჯა. ღმერთმა ქნასამიერიდან მაინც იყოს ბედნიერი. ამინ აინურხანიმ. ამინ. ფამუქანიმის ნადვრაც ეს არის. წასვლამდე ძალიან გადაღლილი ჩანდა. იმედი მაქვს ცოტას დაისვენებს. ძალებს მოიკრებს და ისევ დაგვიბრუნდება. იმედია. ჩემ ადამ მითხრა, რომ ბაჰარის წასვლის მერე თქვენც დახვედით, მაგრამ რადგან ბაჰარი დაბრუნდა, თქვენც დაბრუნდით არა? სიმართლე გითხრათ, აი სუნის გვერდით ყოფნა არ მინდა. მაგრამ სადაც ბაჰარი წავა, მეც მასთან ერთად ვიქნები. ბაჰარი ჯერ კიდევ არ მოსულა? არც ზარებს პასუხობს. რამე ხომ არ მოხდა? არა, რამე რომ მომხდარიყო, დაგვირეკავდა. ბაჰარ, სად იყავი? ძალიან მინერვიულე, გირეკავ, მაგრამ არ მპასუხობ. ყველაფერი რიგზია? მე კარგად ვარ, მაგრამ შენ რა გჭირს? რა მოხდა? არაფერია, ქუჩაში ვიღაცა არანორმალურებთან მიჩხუბე. რა საშინელებაა? მაგრამ მალე გაივლის. ჯობს მსგავს ტიპებთან საქმე არ დაიჭირო. თავი საფრთხეში აღარ ჩაიგდო, კარგი? კარგი. ასეთი რამ აღარ განმეორდება. არ იღელვა. სად იყავი? ვერაფრით დაგიკავშირდი. მე? პარიკმახერთან. ტელეფონი კი უხმო რეჟიმზე მქონდა ჩართული. ისე მშვიდად არის, ესე იგი დემირს მისთვის არაფერი უთქვამს. არაფერი. შერებ, ზემოთ ავალ გამომიცვლი. მე რომ მოვალ და იარებს დაგიმუშავებ. ასე დატოვება არ შეიძლება. კარგი? კარგი. მადლობ. ხედავ ერთმანეთი გაგიცნიეთ. ხო, ასია ბაჰარ. ერთმანეთი გაცნობისთანავე მოგვეწონა. ძალიან მიხარია. გააგრძელეთ. აინურხანიმ, ახლა დავბრუნდები. რა თქმა უნდა. ბაჰარ, რა ხდება? მართლა პარიკმახერთან იყავი?
Დეიდა გონუ. რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გიამბო. ზემოთავედეთ. ძვირფასო, შემოდი. დემირ, ტელეფონს ხმა გაუთიშე? საქმეები მქონდა, უხმო რეჟიმზე გადავიყვანე, მერე ჩართვა დამავიწყდა. რა საქმეები ქონდა? ელფინი ნათესავთან წავიყვანე, იქ დარჩება. კარგად მოგიფიქრებია. ექიმმა ხომ გითხრა, რომ სუფთა ჰაერზე ყოფნა აუცილებელია. ხოჩახ. აინურ. ვახშამი მოამზადე. ახლავე ქალბატონო. დემირ. აინური ფამუქის და ის აქ იმუშავებს. მართლა? სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც. შერებ. რა მოხდა იჩხუბე? ყველაფერი რიგზია. ქუჩაში ვიღაც გარეწრებთან ვიჩხუბე. ნუ გელავთ. დამშვიდით. მალე გამოჯამრთელდი. გმადლობ. შემოდი დაჯექი ძვირფასო, მეც ახლავე მოვალ. ნურჯანის დაიჭირე. გამადლობ. გისმენ დედიკო. შვილო, შენზე ნერვიულობდი რა შვრები. არაფერს დედა. უბრალოდ ვზივარ. დღეს ვილაში დარჩები თუ მოხვალ? არა შვილო, დღეს არ მოვა. ვილაში დავრჩები. უბრალოდ შენი ხმის გაგონება მომინდა. კარგი ქენი რომ დარეკე. მაგრამ თუ მეტყვი რომ მარტო ყოფნა არ გინდა, წამოვალ. არა დედა, მარტო ვიქნები. რა პრობლემაა? თანაც ბევრი საქმე გაქვს. რატომ უნდა მოგწყვიტო? მოგვიანებით დაგირეკავ. დროებით. კარგი შვილო, დროებით. რა მეკრა? ისედაც ცუდი ურთიერთობა აქვთ. მისთვის რომ მეთქვა ისუნ ხანი მისთვის საპატარძლო კაბას ვკერავთ მეთქი, გაბრაზდებოდა. დღეს არ მოვა. შეგვიძლია მშვიდად ვიმუშაოთ. ღმერთო. იქით გავალ. კარგი. იცოდე მოკვალ. პასუხს აგებ იმისთვის, რაც გააკეთე. ხელი აიღე მშიშარავ. კაცი რომ ყოფილიყავი ერთ-ერთზე შევხვდებოდით. იმ ნაბიჯვარს არ წამოიყვანდი. სხვა დროს უფრო მეტი წამოიყვანე. იქნებ როგორმე შემაშინო. ბაჰარს თავი დაანებე გასაგებია? შეეშვი. ამას მე გადავწყვეტ. შენ უნდა გკითხო რა გავაკეთო? სჯობს შენს საქმეებს მიხედო. აისუნმა იცის რომ ბაჰარი ჯერ ისევ გიყვარს, ასეა? თუ გაიგებს, ცუდად გექნება საქმე. რა ხდება? ახლა აისუნის ზურგს გინდა მოეფარო?
მედი უთხარი აისუნს. უთხარი რომ დემირს ბაჰარი უყვარს. მე კი ბაჰარს ვეთყვი ზარდახშაში, რასაც მალავ. კარგი? მოკლავ. დემირ ძვირფასო. დემირ სათხარ. აქ ვარ. აქ რას აკეთებთ? შერებს იურიდიული კონსულტაცია სჭირდებოდა ინციდენტთან დაკავშირებით და ხო, ასეა. რამდენიმე შეკითხვა მქონდა. კარგი ადვოკატო, მოგვიანებით კიდევ დავილაპარაკოთ. დროებით. რა თქმა უნდა. მე ძებდი. რა მოხდა? არაფერი. მინდოდა მეკითხა სავახში მოდარჩები თუ არა. რა თქმა უნდა. ამჯერად წინააღმდეგობა არ გაგიწევია. რა შეიძლებოდა? უფრო მეტად დამაზალებდი, ასე რომ კონფლიქტი თავიდან ავირიდე. არ მინდა ხალხს სიმშვიდე დაერღვეს. იმდენად კარგად მიცნობ, რომ ჩემი სურვილის წინააღმდეგ არ მიდიხარ. არა, დემირ. წინ ბევრად უფრო მშვენიერი ცხოვრება გველოდება. დემირ. წამოდი. ესე იგი ეს ყველაფერი აისურმა მოვაწყო. ის კი შენს დაცვას ცდილობდა. გამოდის? გამოდის რომ დემირს მართლა უყვარხარ ბაჰარ. შენ მართალი იყავი დეიდა გონულ. მაგრამ იცი? მის სიყვარულზე უარი არც მე მithქვამს. იმ ყველაფერს მერე რაც გადავიტანეთ. ბოლოს იმართლე მაინც გავიგეთ. ის ამად ღირდა. ნახე რა მაქვს. ნახე. Bana daha önce veremediği yüzüğü şimdi ის ბეჭედია, რომლის მოცემაც ადრე ვერ შეძლო. çok შვილო, ძალიან ლამაზია. მაგრამ ძვირფასო, გასაგებია, რომ ისაუბრეთ. ბეჭედიც მოგცა. მაგრამ რას აპირებთ? ახლა რა იქნება? სამხილების ძებნას გავაგრძელებთ, რომელიც აისუნის ციხეში ჩასმაში დაგვეხმარება. იქამდე კი დემირი ისევ ისე მოიქცევა. მე კი ისევ გაბრაზებული ვიქნები ორივეზე და ისე მოვიქცევი თითქოს არაფერი ვიცი. შვილო, ეს მძიმედ ვერთი იქნება. ამას როგორ მოახერხებ? დავუშვათ აისუნს თქვენს გრძნობებს არ დაანახებთ. მაგრამ გულს რას უზამთ, შვილო? სიყვარულთან გამკლავება შეუძლებელია. დავუშვათ თქვენს გრძნობას ყველას უმალავთ. სიყვარული შიგნიდან დაგწვავს ძვირფასო. ამას გაუძლებ. ჩვენი სიყვარულის და სამართლიანობის გამო ყველანაირ სირთულეს გავუმკლავდები, დეიდა გონულ. კარგი შვილო, როგორც უკვე გითხარი, რაც უნდა გადაწყვეტო მე, შენ გვერდით ვიქნები და ყველანაირად დაგეხმარები. გმადლობ ძვირფასო. შენი მხარდაჭერა ჩემთვის მნიშვნელოვანია. წამოდი ვივახშმოთ. არა შვილო. იმუსინდისო აისუნის დანახვაც კი არ მინდა. ჰასანმა ისედაც გამაბრაზა. შენ წადი და ივახშმე. მე რაღაცას მივალაგებ. კარგი, როგორც გინდა. ჩემო საყვარლო.
Bizim Demir'e baksana. დემირს უყურეთ. აისუნის ნაირი ქალი დაარწმუნა, რომ ცოლად გაყოლოდა. Kadını evliliğe ikna etmiş. Helal Koça. olsun valla. Valla გეფიცებით. ikisini de çok ორივე seviyorum. ძალიან მიყვარს. İkisinin de mutlu მინდა რომ olmasını ბედნიერები isterim. იყვნენ. Ama ben მაგრამ Bahar ile ვფიქრობ, Bahar'ı birbirine დემირი და çok ბახარი უფრო yakıştırmış. შეეფერებიან ერთმანეთს. Siz de görmediniz. ქორწილში ხომ ნახეთ? Ya ben onları sevdim. მეგონა რომ რომას გააბამდნენ. Ama დემირი და აისუნის ნიშნობის ამბავი რომ გავიგე ძალიან გამიკვირდა. Çok şaşırdım valla. მართლაც გასაკვირია. Valla. Ben de öyle მართალი ხარ, მეც ასე მგონია. აღმოჩნდა რომ აისუნ ხანი მეყვარებია. რთულია ასეთი ქალი არ შეგიყვარდეს. ლამაზია წარმატებული. დღეს ყველამ ვნახეთ, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ვეფხვად შეუძლია იქცეს. ასეთი ქალები კაცებზე ზრუნავენ და ოჯახზეც. Doğru valla. მართალია. რა თქმა უნდა. Şeref. შერებ, İstersen შერებ, მოდი იარებს და გიმუშავებ. კარგი ბაჰარ. მოდი დაჯექი. მადლობ. Düğün yurt dışında. ქორწილის საზღვარგარეთ გადახდას ვაპირებდი, მაგრამ მერე გადავიფიქრე. Olması en mantıklısı olacak. უმჯობესი იქნება თუ აქ გადავიხდით. Yapabiliriz. Ne dersin? რა სიტყვით? შეიძლება. როგორც სიტყვი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. Şu konuşmayı yapayım geliyorum. დავრეკავ და დავბრუნდები. çok acı. ძალიან გტკივა? არც ისე. Efendim? გისმენთ აისუნ ხანი. Merhaba canım. როგორ nasılsın? ხარ ძვირფასო? Merak ettim seni. შენზე მნერვიულობდი. Burhan denen o Burhani sarı ხომ აღარ sarı გამოჩენილა? ulaşabildi mi? Olur mu öyle რას ამბობთ şeyler? აისუნ ხანი? Siz onu öyle ისე შეაშინეთ, მოახლოებასაც ვეღარ გაბედავს. Asla yanıma gelmeye cesaret არ edemem. იცით თქვენი როგორი მადლობელი ვარ. Size hayatım როგორ boyunca ne გადაგიხადოთ? kadar teşekkür etsem az. არაფერია არ ღირს. Ama მაგრამ Sara მისნაირ aslında უსინდისოებს yükseklere შენი karşı დამცირების eğitimlemesi უფლება არ lazım. უნდა მისცე. შენ მებრძოლი ადამიანი ხარ, ამას ვხედავ. Sen de bunu ეს ilk პირველივე fırsatta შესაძლებლობისთანავე ortaya çıkarmalısın უნდა დაამტკიცო. Haklısınız Aysun Hanım. მართალი Bundan ხართ. sonra böyle insanlara მისნაირებს ders კარგ vereceğim. გაკვეთილს ჩავუტარებ. Kimsenin beni ezmesine ჩემი müsaade დამცირების etmeyeceğim. უფლებას არავის მივცემ. Bravo canım sana. ოჯახ ძვირფასო. Hazancığım. ხაზან, კაბის საქმე როგორ მიდის? შეკერვა დაიწყეთ? Tam gaz მთელი çalışmaya ძალებით devam მუშაობთ, edeceğim. არ Hiç ინერვიულოთ. merak etmeyin. ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც თქვენ გინდათ. olacak. Tamam. კარგი. Ben yarın provaya თუ ესეა, geliyorum o ხვალ zaman. მოსაზომად მოვალ. Hatta gelirken რამდენიმე birkaç მეგობარსაც arkadaşımı yanıma წამოვიყვან. getireyim. ნახონ შენი ესკიზები. თუ Beğenirlerse მოეწონებათ, eğer, შეგიძლია camiada მათი tanınan პირადი birisi მკერავიც olursa. გახდე. Yani bilmiyorum ki არ ვიცი აისუნ ხანიმ, ამის ამბიცია არ მაქვს, მაგრამ როგორც ინებებთ? კარგი, ხოლ გნახავ ხაზან. Öpüyorum. გოცნი. Tamam peki madem. ხოლომდე აისუნ ხანიმ. ლეილა, ახლა აისუნ ხანიმ სულაპარაკე. ხოლ მეგობრებს მოიყვანს. Eğer თუ ესკიზები და საპატარძლო კაბა მოეწონათ, ელიტარულ საზოგადოებაში ყველა გაგვიცნობს. მართლა, Ay inşallah. რა კარგი იქნება. Yemekler hazır. ვახშამი მზად არის, მაგიდასთან გთხოვთ. დავსხდეთ. Oh be, kurt gibi acıkmışım. გელივით მიშია. Yalnız მაგრამ
სახლში საჭმლის სუნი დგას. ფანჯრებს გავაღებ. არ შეიძლება, ბაჰარ. ბაჰარ. არ შეიძლება. რატომ? იმიტომ რომ გარეთ ცივა. თუ სუნი გაწუხებს, შეგიძლია შენს ოთახში მიირთვა. შენ უნდა გკითხო, რასაც მივირთვა. ეს ჩემი სახლია. ჩემს სახლში სუფრასთან შევჭამ. ეს ჩემი სახლიც არის, ძვირფასო. ფანჯრებს მაშინ ვერ გააღებ, როცა მოგინდება. კარგი. არ გავაღებ. მაგრამ მაგიდასთან მაინც დავჯდები. თუმცა ამ შემთხვევაში დისკომფორტი შენ შეგექმნება. მაგრამ ეს მე არ მახელვებს. ასე გააგრძელება ახარჰანიმ. დემირ. დაჯექი. შენ თუ გაწყობს, ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ. გთხოვ. გმადლობ. შერებ. შენ შემოგვიერთდი. ერთად ხომ იშვიათად ვახშმობთ. სიამოვნებით. გემრიელად მიირთვით. იცით, მეც მგონია, რომ დემირი და ბაჰარი უფრო უხდებიან ერთმანეთს. მაგრამ რას ვიზამთ? თუმცა ბაჰარი ძალიან კარგი, კეთილი, არაჩვეულებრივი გოგოა. იმედია ბედნიერი იქნება. იმედია. დემირი და ბაჰარი ადრე ხომ ერთმანეთს ხვდებოდნენ. ახლა დემირი მის დედინაცვალზეა დანიშნული. ცოტა უცნაურად მიჩვენება. საბრალო გოგო, ალბათ როგორი გულნატკენია. იმედი მაქვს სამივე ბედნიერები იქნებიან. ეს ძალიან მინდა, მაგრამ დემირი და აისუნ ხანიმი თუ ერთად იქნებიან, გულნატკენი ბაჰარი დარჩება. დემირი თუ ბაჰართან იქნება, აისუნ ხანიმი დარჩება, გულნატკენი. არ ვიცი, ყველაფერი არაულია. რას ვიზამთ? ეს ჩვენი გასარჩევი არ არის. მათ წინ ვიჭორავებთ. საქმეს მივხედოთ. მართალი ხარ, ხაზან. მართლა ბევრს ვჭორავობთ. მათზე ცუდი არაფერი გვითქვამს. უბრალოდ ვლაპარაკობთ. შერებ, მე დაგისხამ. გმადლობ, ბაჰარ. გმადლობ. კიდევ გადმოგიყო? რა თქმა უნდა, ძვირფასო. დიდი მადლობა. შეგერგოს. დემირ. საპატარძლო კაბა შევუკვეთე. მართლა? ხო. ხაზანს ვაკერინებ. გონულ ხანიმიშვილს? ხო. მისი შექმნილი ესკიზები ვნახე. ძალიან ნიჭიერი გოგოა. ხაზანი მართლა ძალიან ნიჭიერია. კმაყოფილი დარჩები. ამაში დარწმუნებული ვარ. დამიჯერე. მეც ასე ვფიქრობ, ძვირფასო. დღეს განსაკუთრებული ორიგინალური კაფის პოვნა ძნელია. ხომ ასეა, ბაჰარ? საპატარძლო კაფის არჩევის დიდი გამოცდილება გაქვს, არა, აისუნ? რამდენჯერ გეცვა?
იმდენჯერ გეცვა, რომ ორიგინალური მოდელის პოვნა გაგიჭირდება. უბრალოდ ვერ ხვდები. ქალი, რომელიც არაერთხელ იყო ქორწინებაში. ამას ასეთ მნიშვნელობას რატომ ანიჭებს? კრემის ფერი სადა პიჯაკი ჩაგეცვა. და პრობლემაც მოგვარდებოდა. იფიქრე ამაზე. რა უტაკდო ხარ? უტაკდო რატომ ვარ? უბრალოდ სიმართლე ვთქვი. არ მესმის რატომ მქონდა ასეთი მწვავე რეაქცია. როგორც არ უნდა უარყო. თქვენ შორის სასაკობრივი სხვაობა საკმაოდ თვალნათელია. არ დაგავიწყდეს მისი ლაპარაკები და შენი ადგილი იცოდე. მე ჩემს მაგიდასთან ვზივარ. რა პრობლემაა აისონ? შედი. ჯანდაბა დაჯექი. ღმერთო ჩემო. დამირეკე და მოვედი. რაზე უნდა დამელაპარაკო? შვილო, შენზე ახალ ამბავს ყველაზე ბოლოს მე ვიგებ. ყოველთვის ყველაზე ბოლოს ვიგებ. დემირმა სამსახური გიშოვა. შენ კი არ წახვედი არა? თურმე მსახიობი უნდა გახდეს. ცხენოდეს. ოჯახი დაანგრიე. ოჯახი. ეს საერთოდ არ გახელვებს. შენ რა ადამიანი ხარ? არა რაობა. მოიცა. რა ხდება? კაცი იფიქრებს, რომ ჰაზანზე გიждები. ერთმანეთს დავშორდით. მე რა? შვილო, დაშორდი, მაგრამ ხელცარიელი არ წამოსულხარ. შენ ფული მიიღე. საკმაოდ დიდი თანხა. სად არის ფული? ამდენი ფულისაც აიღე. უზრდელი ხარ. ჩემთან ასეთ ლაპარაკს როგორ ბედავ? შენ მე კი არა სიმართლე გაღიზიანებს. ამიტომ არ ვბრაზდები. შენი ადგილი იცოდე. შენ გეუბნები, შენი ადგილი იცოდე, თორემ რა აისუნ? აისუნ გეყოფა. თორემ რა? არ გინდა ბაჰარ. დემირის მადლობელი იყავი. შერეფ, წამოდი, ბაღში ვიგახშმოთ. მტრედები მარტო დავდოვოთ. ალბათ სალაპარაკოც ბევრი აქვთ. კარგად ვიცი ადგილი როგორ მოგიჩინო, მაგრამ დემირს უმადლოდე. აისუნ საკმარისია, გთხოვ. უზრდელი. მიდი დაჯექი. მიდი. ხმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.